ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ისევ ბუნდოვანია რისთვის ემზადება ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ახლები გამორიცხავენ. ბუნდოვანი პასუხი აქვთ პარტიებში ლელოსა და გახარია საქართველოსთვის. რაც შეეხება გირჩს, პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე აქტიური მზადება აქვთ დაწყებული. მართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მარათონში საბოლოოდ ბარიერ გადალახული ყველა ოპოზიციური პარტია ჩაერთვება. თავად ქართული ოცნება კი წინა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაიწყებს. გორის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვება მათი იქნება. იქიდან დავიწყოთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა არ მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის გაცხადებული პოზიცია კოალიცია ცვლილებებისთვის მხრიდან. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თუ ხალხის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, როგორც არის პატიმრების განთავისუფლება და ახალი ადმინისტრაციით ახალი არჩევნების ჩანიშვნა, მანამდე ნებისმიერი არჩევნებში შესვლა არის ასე ვთქვათ მთავრობის თამაში მონაწილეობა და შესაბამისად, ვინც ამას გააკეთებს და მიიღებს ამ ორი მოთხოვნის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ის უბრალოდ არ იქნება სწორი და ის იქნება უბრალოდ ქართული ოცნების თამაშის მონაწილე. რადიკალური ოპოზიცია ვერ მოვა ხელისუფლებაში, ვერასოდეს ქართულმა ხალხმა ნახა ჯერ ხელისუფლებაში რა იყვნენ მკვლელები, მტაცებლები და წამთმევები, წამებლები და შემდეგ ოპოზიციაში ნახა როგორ აღალატოდნენ ქვეყანას, როგორ ჩადიოდნენ და ხალხის წინააღმდეგ ეხვეწებოდნენ ევროპელებს გააუქმეთ, არ მივიღოთ ევროკავშირში ვიზა ლიბერალიზაცია გააუქმეთ და ასე შემდეგ. ამიტომ როდესაც ქვეყნის და ხალხის მტერი ხარ, რაც უნდა გქონდეს პრეტენზია მმართველობას. თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინამდვილე შეჭრილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს წრები, ისინი მიიღებენ ხალხისგან შესაბამის, ასე ვთქვათ, პასუხს და არ მიიღებენ იმხებს და ნამდვილად განადგურდებიან, თუ არ მიიღებენ, უფრო უარესი, როგორც პოლიტიკური გუნდი აღარ იარსებებს. ამიტომ ჩვენი პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენ გავემარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, სრულიად ვეთანხმებით და მზად ვართ ჩვენი გუნდი, რომ აი ამ პოზიციის გასამაგრებლად ყველაფერი გავაკეთოთ.